და ეხლა გადავიდეთ ნიგუზიან ბადრიჯანზე, რომელიც ერთ-ერთი ჩემი ყველაზე საყვარელი ხალეულია. ალბათ ნიგუზიანი კერძია ქართულ სამზარეულოში. ამიტომ ამისთვის დაგჭირდებათ. 500 გრამი ბადრიჯანი, დაახლოებით 4 სუფრის კოზი წყალი, 3 სუფრის კოზი თეთრი ზმარი, 1 ჩაის კოზი უცხოსუნელი, 1 ჩაის კოზი ქინძი, 1 ჩაის კოზი წითელი ნაწიწაკა, 1 ჩაის კოზი ყვითელი ყვავილი და 3 კვილი ნიორი. და რა თქმა უნდა, მარილი გემოვებით. პირველ რიგში ბადრიჯანი დავჭერთ ხელ ნაჭრებად და შევწვათ ზეთში. ბადრიჯანი გაასუფთავეთ, მოაჭერეთ ყუნწი და დაჭერეთ თხელ ნაჭრებად, როგორც ვიდეოში ნაჩვენე. საშუალოდ გახურებულ ტაფაზე დაასხეთ ზეთი, ცოტა დიდი რაოდენობით და დადეთ ზემოდან ბადრიჯანი. მოაყარეთ მარილი და შევწვათ კარგად ორივე მხრიდან. და შემწვარი ბადრიჯნები შემდეგ დაალაგეთ ხელსაყრელზე, რომ დაიწრიტოს ზეთისგან. ნიგოზი და ნიორი ისევ გამოვატაროთ ხორცსაგებ მანქანაში, როგორც წინა ფხალებზე გავაკეთეთ და გადაორიოთ სუნელები, წყალი, ზმარი და რა თქმა უნდა მარილი გემოვნებით. და შემდეგ კარგად გადავორიოთ, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. შემდეგ ეს მიღებული მასა გადაუსვათ ბადრიჯებზე, რომელიც მანამდე შევწვეთ და გადავახვიოთ პატარა რულებად ან რულეტებად.